მამარდამ დაიწყო ჰუგო ამთავრებს. როგორც ჩანს, ლივერპულმა გადაწყვიტა არა მხოლოდ შემადგენლობის გაძლიერება საჩემპიონო სეზონის შემდეგ, არამედ ამის გაკეთება მაქსიმალური ზარზეიმით. გიორგი მამარდაშვილის, ფლორიან ვირცის, ჯერემი ფრიმპონგის და მილოშ კერკეზის ტრანსფერების შემდეგ ცითლებმა აინტრახტიდან იუგო ეკიტიკეს შეძენა გადაწყვიტეს, რომელსაც მომავალ ტიერი ანრის უწოდებენ. ლივერპული 23 წლის თავდამსხმელში 90 მილიონ ევროს გადაიხდის. ეკიტიკე ლივერპულთან კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. სამედიცინო შემოწმება უახლოეს საათებში ჩატარდება. ფრანგი რეიმსის აკადემიიდან მოვიდა. უკვე 2021-2022 წლების სეზონში მან ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყრო, ლიგა 1-ის 24 მატჩში მან 10 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. 2022 წლის ზაფხულში უგოფსში გადავიდა, თავდაპირველად იჯარით, შემდეგ კი 28 მაისი მილიონად გამოისყიდეს. 2022-2023 წლების სეზონში ეკიტიკემ ჩემპიონატში 1155 წუთი ითამაშა, გოლი პლუს პასის სისტემით 3-4 გაიტანა, მაგრამ ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ მას პრაქტიკულად არანაირი სათამაშო დრო არ მიუღია, მხოლოდ 8 წუთი. ზამთარში ის იჯარით აინტრახტში გადავიდა, სადაც 6 თვეში 4-2 გაიტანა. გერმანელებმა გამოსყიდვის ოფცია გააქტიურეს და პირველ სრულ სეზონში თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 22-12. დაგვეთანხმებით, დამაჯერებელია. ეკიტიკე კილიან მბაპე არ არის, მაგრამ ხელწამოსაკრავი ახალგაზრდაც არ არის. სწრაფი, ჭკვიანი და ტექნიკურია. ღია სივრცეების ათვისების საოცარი უნარი აქვს. მაგრამ ერთი პრობლემაა, ცუდი დასრულება. გასულ სეზონში ეკიტიკე ყველაზე ცუდი დამსრულებელი იყო ტოპ ლიგებში, მან მოსალოდნელზე 6 ივნისი გოლით ნაკლები გაიტანა, პენალტების გამოკლებით კი 5 მარტი გოლით ნაკლები. აინტრახტისთვის მისი წასვლა ნებისმიერ შემთხვევაში დანაკარგია. გუნდის მწვრთნელმა დინო ტოპმიოლერმა პირდაპირ თქვა, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დარტყმა, ზამთარში უკვე დავკარგეთ ერთი საუკეთესო მოთამაშე. ეს ალბათ უკვე ისტორიაა. დიდი დანაკარგია ჩვენთვის, ამბობს კლაუს ტოპმიოლერი ვაჟი. ამ ზაფხულს ლივერპულმა 300 მილიონზე მეტი დახარჯა ახალ მოთამაშეებზე, მსოფლიოში ყველაზე მეტი. ვირცი 125, ფრიმპონგი 40, კერკეზი 46,9, ეკიტიკე 90. უფრო ადრე იყიდეს გიორგი მამარდაშვილი 40 მილიონად. როგორც ჩანს, მერსისაიდელები ამ ბრწყინვალედ დაგეგმილ სატრანსფერო კამპანიას ატარებენ, ან უბრალოდ სუპერმარკეტში წავიდნენ და ყველაფერი წაიღეს, რაც ბრწყინავს. მაგრამ თუ დაფიქრდებით, ზუსტად ეს არის ის, რასაც გულშემატკივრები კლუბისგან ბოლო სეზონებში ელოდნენ. დიახ, არნე სლოტმა იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ პრემიერლიგაში ოქროს მოგება მოახერხა, მაგრამ ახალი სისხლი დიდი ხნის განმავლობაში იყო საჭირო. და არა მხოლოდ გუნდისთვის მოთამაშეები, არამედ ისინი, ვისი დახმარებითაც შეიძლება ჩემპიონური პროექტის ახალი ვერსიის აშენება. არადა, შარშან კლოპის წასვლის შემდეგ, მხოლოდ ჩვენი გიორგი მამარდაშვილი იყიდეს, ისიც პერსპექტივაში. გიორგი ცითლებს ამ ზაფხულს შეუერთდა ვალენსიიდან და 2 წინა სასეზონო მატჩში უკვე ითამაშა თითო ტაიმი. ახლა გუნდი ჰონგ-კონგსა და იაპონიაში გაემგზავრება აზიურ ტურნეში, გიორგი გუნდთან ერთადაა. ცითლები ამხანაგურად მილანს და იოკოჰამას გაეჯიბრებიან.